მოგესალმებით, ახლა ამერიკაში ვართ, კოპარდზე, აუქციონზე და მინდა დღეს გაჩვენოთ თუ რა ფასში იყიდება ავტომობილები, სხვადასხვა მოდელები, წლებისა და გარბენების მიხედვით, ასევე დავათვალიეროთ ძალიან მაგარი ავტომობილები, საინტერესო ვარიანტები და ერთად ვნახოთ თუ როგორ არის მოწყობილი ეს ყველაფერი. მე ჯონი ვარ, ქარმუერის წარმომადგენელი და დავიწყოთ. Აი ეს არის კოპარდის ლოკაცია, შტაბ-ბინა ეგრეთ წოდებული და მთლიანი ეს შენობა, ეხლა გადავალ და დეტალურად გაჩვენებ, შევეცდები, არის ლოტი, სადაც შემოდის ავტომობილები. აკეთება appointment-ი, ან უნდა ჩადგეთ რიგში, შევიდეთ, აუხსნათ, რომ ჩვენ ვართ ლიცენზირებული დილერები ამერიკაში და შემდეგ უკვე შევიდეთ და დავათვალიეროთ თითოეული საინტერესო ლოტი ჩვენთვის. უბრალოდ რა სისწრაფით გაყავთ ავტომობილები ლოკაციიდან. მეგობრებო, აი ესე შემოყავთ ავტომობილები, აი ნახეთ, როგორ არის სადაზღვევოდან მოსულები, უნდა ჩაიბარონ ახლა, სხვადასხვა კომპანიებმა მოიყვანეს, რომელთანაც კონტრაქტი აქვს კოპარდს, არის სხვადასხვა აუქციონები, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მთავარი კონკურენტი და კონტრაქტების მიხედვით მე მოყავთ უკვე იმ ლოკაციებზე, ზოგი არის მაგალითად გეიკო, როგორც ვიცი, აიაზეც მიყავს და მიყავს კოპარდზე, სადაც იაფი დაუჯდება ტრანსპორტირება. აი ხა მოყვანილია ეს ბამპერი უკვე გააფუჭეს და ესე ხოხიალით მოდის, ხა წარმოიდგინეთ კვადროები, რომლებიც დაბლოკილია და ესე უნდა მოიყვანონ უბრალოდ ინგრევა ავტომობილები და ეს ყველაფერი მე შეიძლება ავტომობილები რო ჩამოგდით იძახით რომ შეიძლება ესე ვთქვათ დაზიანებული ჩამოგდით დაბლიდან და შესაბამისად აქაც ზიანდება. მე ხა გაჩვენეთ პაგრუშიკებს, როგორი პაგრუშიკები ყავთ და როგორ აზიანებენ დაბლიდან. ეს არის ინსპექცია, როდესაც შემოდის ავტომობილები, ნახეთ სურათებს აქ უღებენ, წმენდნენ, ასუფთავებენ, აკერხერებენ ზოგჯერ ჩანაძირები როა და აკეთდება სურათები. შენობებშიც ნახულობთ ხოლმე ალბათ, როდესაც სურათებს აკეთებენ. არ მინდა რომ ეს ვიდეო ტექნიკური ხასიათის იყოს, ეხლა გადავიდეთ უშუალოდ, ნახოთ ავტომობილები თუ რა ფასში იყიდება, როგორ იყიდება და ერთად გავიაროთ ყველაფერი. ეს არის F15 X5, რომელიც შეგხვდა და მინდა დაგათვალიერებინოთ, ნახოთ ამას დაზიანებაც რა აქვს. თქვენ შეგიძლიათ აიღოთ ლოტი და შეხედოთ ამ ავტომობილს. ტრენტონში დგას, თითქმის ესე ვთქვათ დაუზიანებელია, მაგრამ რა თქმა უნდა რაღაცა პრობლემა ექნება, შეიძლება ჩანაძირი იყოს და ასე შემდეგ. და აი ესეთი X5-ები ერთი რჩევა მინდა მოგცეთ, დიზელი არის თან ეს. ჩვენ შეგვიძლია რომ დაუზიანებლები დაახლოებით $7,000-ში ვიყიდოთ, სრულიად დაუზიანებლები და საქართველოს დაახლოებით ჯდება $11,000 და შესაბამისად გირჩევნეთ რომ დაუზიანებელი იყიდოთ, ანუ უნდა იცოდეთ რომელი ჯობია დაზიანებით იყიდოთ, ძირითადად ახალი ავტომობილები და დაუზიანებლები შეგიძლიათ ესე ვთქვათ იგივე ფასში ან უფრო ნაკლებში იყიდოთ და ნაკლები რისკები გქონეთ და ამისთვის გამოიწერეთ ჩვენი Telegram არხი, სადაც ბევრ საინტერესო ინფორმაციას გაგაცნობთ. ნახეთ, ეს არის სადაზღვევოს ავტომობილი, უკან ქონა დაზიანება, დაშალეს, უნდათ რომ ამოეჭრათ, შეაფასეს ეს ადგილი, შეაფასეს დაზიანება და გადაწყვიტეს რომ გაეყიდათ, იმიტომ რომ დაითვალეს და შემდეგ უკვე salvage title-ი ხდებოდა, გაატოტალეს და არ ღირდა ამ ავტომობილის აღდგენა. აი ესე გამოიყურება, მეგობრებო, ეს როგორც ვითხარით, რესტაილინგია, ვნახოთ ზუსტად რომელ წლიანი არის, 2022 წლიანი 11 თვე. შავ სალონზე M პაკეტი, ხრუსტალიზებული გადამთვლელი პადუშკები, ჰარმან კარდონი, არის ძალიან მაგარი ავტომობილი და ეს ავტომობილები კი შეგიძლიათ რომ აუქციონზე შეიძინოთ დაახლოებით $35,000-40,000-ში მეტი არ ღირს, იმიტომ რომ დაუზიანებლები უკვე 45-დან 50-ში შეგიძლიათ იყიდოთ ამერიკაში 22-იანი, 23-იანები და ესე ვთქვათ აღარ გარისკოთ. კორვეტი, რესტაილინგი ახალი, ნახოთ ახლა კომპლექტაცია, ნახოთ დაზიანება რა აქვს. ეს არის საბაზისო კომპლექტაცია, ნახეთ დისკებზეც ეთყობათ, როგორი დისკები არ ვიცი კოპარდს რატო უნდა ქონდეს. ჩანაძირი არის ავტომობილი, უკანა აქვს ძრავი, მე არავის ურჩევდი ესეთი ავტომობილის რო იყიდოთ, ალბათ იყიდიან არაბები, დასაჭრად, იმიტომ რომ ყველა დეტალი გადარჩენილია და ავტომობილი აი ესე გამოიყურება. უბრალოდ ნახეთ რა, ესე გამოიყურება თავისი სპოილერით, როგორც გითხარით, საბაზო კომპლექტაცია და დაახლოებით ამ ავტომობილის ჩანაძირის ყიდვა შეიძლება დაახლოებით $25,000, $30,000 ღირს. $25,000-ში ღირს, დაგიჯდება საქართველოს $30,000, ძრავის გარემონტება და $50,000-ში რომ ჩაჯდეთ ახალ კორვეტში, დისკებს დაუცვლით, საკმაოდ კარგი ვარიანტია.
დავიწყოთ, ეს არის Audi e-tron, ჩანაზირი არის, ამის ყიდვა არ შეიძლება, მაგრამ კომენტარი მინდა გავაკეთო. რა ხდება? პირველ რიგში, იმიტომ რომ შეიძლება ამის ნაწილები საქართველოში ნაკლებად არის, ან საერთოდ არ არის. მეორე, ელექტროა, ამის ინვენტორი, შესაბამისად ელექტრონაწილები და ასე შემდეგ, არის კატასტროფა, თანხა და შესაბამისად არც უნდა იყიდოთ ესეთი ავტომობილი, შეიძლება ვერც დაგქოქოთ დიდი ალბათობით. მინდა გითხრათ, რომ ესეთი e-tronები არის Audi, E5 e-tron Audi E6 სპორტბექები არის, როგორც აი ესეთ დაწონილი, ეს უნდა იყოს სპორტბექი, გაჩვენებთ უკვე როგორ გამოიყურება და შესაბამისად, ესე ვთქვათ, ეს ავტომობილები დაუზიანებლები შეგიძლიათ იყიდოთ დაახლოებით 21,000-დან 25,000 დოლარამდე. ეს ნიშნავს, რომ სრულად დაუზიანებელი გარანტიაზე მყოფი ავტომობილი შეგიძლიათ იყიდოთ 25,000 დოლარში და რატო უნდა იყიდოთ დაზიანებული Audi მაგალითად 15 ან მით უმეტეს 17-18,000 დოლარში, როდესაც დაგიჯდებათ ამ ავტომობილის აწყობა ის, რასაც მისცემთ აქ, ან უფრო მეტი, ან საერთოდ ზარალში გადავარდებით და მოგიწევთ, რომ დაშალოთ ეს ავტომობილები. ამერიკაში აუცილებლად გათვალეთ რისკები, როდესაც ავტომობილებს ყიდულობთ. უამრავი ადამიანი იწერება Tesla-ზე, Tesla Model S-ზე. მინდა გითხრათ, რომ Tesla შეგიძლიათ იყიდოთ 17-18 წლიდან და დაახლოებით 4-5,000 დოლარში შეგიძლიათ იყიდოთ, გადის დაახლოებით 300-350-400 და საკმაოდ მაგარი. ასევე 2021-იანები შეგიძლიათ იყიდოთ, რომელიც გადის 400 კილომეტრს დაახლოებით 6-დან 800 დოლარის ფარგლებში. გააჩნიათ დაზიანებას. Tesla-ს ნაწილები საქართველოში იაფია, იმიტომ რომ ბევრი დამშრალია და კონკურენცია შეიქმნა და ფასები დაწიეს და ძალიან მაგარია კონკურენცია ყოველთვის ჩვენ სფეროშიც ავტოიმპორტში. Tesla ესე გამოიყურება, ეს არის როგორც ვიცი 2021 წლიანი Model 3 ჩვეულებრივი რეინჯით და ამის ყიდვა შეიძლება დაახლოებით უკანა დაზიანება აქვს, დიდი დაზიანება არ აქვს, მოხსნილი არის ნაწილები და უბრალოდ გატეხილი იქნება პანორამა და გაითვალისწინეთ ხოლმე პანორამა ალბათ დაახლოებით 700 დოლარი იღებს, არც ეს არ არის კატასტროფა, ერთ-ერთი ყველაზე ძვირი იღებს და აუცილებლად როდესაც ყიდულობთ არ იყიდოთ დილერისგან, ბატარეებს მიაქცეთ ყურადღება, ავტომობილი ხოქება თუ არა, იმიტომ რომ ამის ბატარეები ღირს ის თანხა რაც ღირს ავტომობილი. შესაბამისად Tesla-ს ყიდვა შეგიძლიათ დაახლოებით 2020-დან რო დავიწყოთ დაახლოებით 6,000 დოლარიდან 10,000 დოლარამდე, 12 შეიძლება მისცეთ თუ long range და მაღალი კომპლექტაცია. შესაბამისად შეამოწმეთ MyAuto-ზე ფასები, რამხელა სხვაობას მოგცემთ, დათვალეთ, დარეკეთ დამშრალებთან და შესაბამისად ისე მიიღეთ გადაწყვეტილება. თუ დაუზიანებელი ავტომობილები გაინტერესებს, გამოიწერეთ ჩვენი არხი. ასევე ძალიან მალე გვექნება არხი აუქციონებიდან გადამოწმებული ავტომობილები, რომლებიც სწრაფად შემოდის, Byte Now-ზე და ასე შემდეგ და ჩაგიყრით ხოლმე ამ ავტომობილებს, ჯგუფში იქნებით და შეგიძლიათ შეიძინოთ. მე ჯონი ვარ, Carmoveris წარმომადგენელი. Highlanderis ალტერნატივას ვინც ეძებთ და Mazda-ები გიყვართ, იდეალური ვარიანტი არის Mazda CX-9, არის ჰიბრიდი ავტომობილებიც უკვე, დაახლოებით MPG აქვთ 20 მილი, ანუ ნიშნავს, რომ 3 ლიტრაში ერთ გალონში 3.5-ვარში დაგიწვავთ დაახლოებით 32 კილომეტრს გაივლის, 32-35, ეს ნიშნავს, რომ დაახლოებით 10 ლიტრამდე წვავს ეს ავტომობილი. საკმაოდ მაგარი ავტომობილია, არის 7 ადგილიანი ოჯახებისთვის. იდეალური და შეგიძლიათ ეს ავტომობილი შეიძინოთ დაახლოებით 10,000 დოლარის ფარგლებში 2000 ესე ვთქვათ 20-21-22-იან გულისხმობთ კომპლექტაციას გააჩნია, მაღალი კომპლექტაცია რა თქმა უნდა ტურინგი, გრან ტურინგი ცოტა მაღალი ფასი ღირს დაახლოებით 12,000 დოლარი, მაგრამ ფიქრობ რომ იდეალური ვარიანტია, სალონსაც გაჩვენებთ. აი ესე გამოიყურება, არის მთლიანი სავარძლებით, უკან ასევე სავარძლებია, მინივენივით არის, წინ ნახეთ Mazda-ს ესე ვთქვათ სალონი რა ლამაზად გამოიყურება. მეგობრებო, არ დაგავიწყდეთ ჩვენი არხის გამოწერა, თუ ეს სფერო გაინტერესებთ და ასევე მეც დამეხმარებით, რომ დავინახავ, რომ თქვენი ინტერესი არის და დააწექით ზარს, რომ შემდეგი ვიდეო ამოგიგდოთ და გამოიწერეთ ჩვენი TikTok არხი ასევე და Instagram არხი. ესეც ახალი C3 2023 წლიანი C300 2.0 ძრავებით არის, მაგარი ავტომობილებია, იყიდება კოპარდზე და ყიდის, ესე ვთქვა, State Farm Insurance. მე მინდა გითხრათ, რომ State Farm Insurance არის ერთ-ერთი სანდო კომპანია, რომელსაც აქვს მაღალი რეიტინგი. შესაბამისად, ეს ავტომობილი არის დაძირული, ესენი არ იტყუებიან არც, ესე ვთქვათ, იმ შკალაში სადამდე არის ჩანაძირი, არც გარეცხავენ ამ ავტომობილს, პირდაპირ მოიყვანე, რამ მდგომარეობაშიც არის, გაჩვენებენ და შესაბამისად შენ იღებ გადაწყვეტილებას. რა თქმა უნდა, მე არ ურჩევ არავის რომ იყიდონ ეს ავტომობილი, მით უმეტეს თუ ვერ ერკვევიან ელექტროობაში, ვერ ერკვევიან ავტომობილის, ესე ვთქვათ, მექანიკურ მდგომარეობაში. სალონი ესე გამოიყურება. ამ ავტომობილების ყიდვა დაახლოებით დაუზიანებლები შეიძლება
$1000 ფარგლებში და ვფიქრობ, რომ ნუ რა თქმა უნდა ძვირი არის და ამიტომ მაგიტო გიჩვენებთ ხოლმე, რომ დაზიანებით შეგიძლიათ იყიდოთ. დაახლოებით ფასები მოითვალოთ, შეგიძლიათ დუბაიდან ჩამოიტანოთ ნაწილები, შეგიძლიათ ამერიკიდან, eBay-დან, ასევე ჩვენ გვაქვს სერვისი, რომ მალე გვექნება დაშლილები, შესაბამისად შეგიძლიათ, როდესაც გამოიწერთ ამ ავტომობილის ნაწილები თუ დაზიანება იქნება, შეუკვეთოთ და ჩვენ თვითონ ავაწყობთ ამ ავტომობილს და გამოგიზავნით საქართველოში. ანუ ამ ნაწილებს დავაყენებთ. წყეთ ესეც Audi R8 სპორტული ავტომობილი, ვინც იცის ამის ფასი, ვინც იცის რა ავტომობილია, რა ძრავია, დამიწერეთ კომენტარებში. ნუ აი ესე, lost type ნახეთ, lost type არის unknown-ი, არ იცი, ანუ ალბათ არ იქოქება, რაღაცა პრობლემა აქვს ამ ავტომობილს, ეხლა ვნახოთ თუ ღია არის ეს ავტომობილი ჩავჯდეთ. გვარცადოთ და დავქოქოთ რა სიტყვით. კი ბატონო, დავქოქოთ ჩვენი რა მიდის, მაგრამ შევეცადოთ რომ არ გავაფუჭოთ. ნახეთ ძრავი როგორ გამოიყურება. ვფიქრობ რომ ჩანაძირი არის, ნახეთ წყალი არის ჩასული, მაგრამ ვნახოთ არ ვიცი პრიბორები გააღო და მოდი დავქოქოთ ეს ავტომობილი და ვნახოთ ეხა ეს ავტომობილი ცოტა ვერ ჩავეტევი, მაგრამ რაღაცას მოვახერხებ, მოდი ჯერ სალონი ვნახოთ. ჩანაძირის სიმართლე გითხრათ, არაფერი ეტყობა, არც სუნი დგას და მოდი ეხა ვცადოთ თუ დაიქოქება. რაღაცა ხმები გამოსცა, არ ვიცი, პარკინგში არის. გასაღები აქ გვაქვს, გასაღები ზედკიდია ავტომობილს და სიმართლე გითხრათ, დავიწყოთ თქვენი აზრით, საიდან იქოქება ეს ავტომობილი. აი, მეგობრებო, აქედან იქოქება. დავქოქეთ, დაიქოქა ავტომობილი, გესმით ალბათ ხმა, საშინელი ხმა აქვს, არა ამ ქვეყნიური. ვეათის ხმა, სასწაულია, მოდი ჩავაქროთ, არ ვიყვეთ, ესე ვთქვათ, ცუდი გულის ადამიანები, რადგან შეიძლება დავასტუკოთ ეს ავტომობილი. დაიქოქა და ესეთი ავტომობილები ძვირიანი, რა თქმა უნდა, გვაქვს სერვისი, შეგვიძლია მოვიდეთ და შევამოწმოთ ჩვენი მომხმარებლისთვის, ერთგული დილერებისთვის, რა თქმა უნდა, ეს პირდაპირ არ ვამოწმებთ, ვინც ჩვენთან მუშაობენ, ჩვენი დილერები არიან, გვაქვს ნებისმიერ შტატში შეგვიძლია ნებისმიერი მანქანა შევამოწმოთ. ესეთი ავტომობილების ყიდვა არის ლატარია, ესე ვთქვათ. ამიტომ ნუ იყიდით შეუმოწმებლად, რადგან არის სერვისი, არსებობს ამერიკაში, მარტო ჩვენ არის ვთქვათ inspection სერვისები, შეგიძლიათ გამოგზავნოთ, ნახოთ თვითონ პოპარცაც აქვს და ნუ გადავარდებით დიდ თანხებში, იმიტომ რომ საკმაოდ ძვირი ღირს ამ ავტომობილის ყველა დეტალი ერთი. ნახეთ დრონი ააფრინეს, შემოსულია და ალბათ იღებს ვიდეოებს. მეგობრებო, სანამ გადავიდოდე უშუალოდ და გაჩვენებდეთ კიდევ ვარიანტებს, ერთი კომენტარი მინდა გავაკეთო. აუცილებლად, როდესაც გასაყიდეთ ჩამოყავთ ავტომობილები, დაფიქრდით, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი იწერს, ძალიან ბევრმა კომპანიებმა, ესე ვთქვათ, შეიქმნა, რომლებიც ვთქვათ, ეგრეთ წოდებულ კოდებს არიგებენ, აკაუნტებს და ყველა შეუძლია უკვე ავტომობილი ჩამოიყენოს. შესაბამისად არის კონკურენცია. მიწოდება არის ბევრი, მყიდველი არის ნაკლები. შესაბამისად იქმნება ფასის, ესე ვთქვათ, ფასი ჩამოდის დაბლა, არის ესე ვთქვათ, ფასის საკმაოდ გრება, შემდეგ უკვე რისკებით ყიდულობენ, შემდეგ უკვე აქ არის უამრავი ადამიანი ჩართული, ჯაჭვი, უჯდებათ, ვთქვათ, ესე ვთქვათ, ძალიან ძვირი ავტომობილები, შემდეგ უკვე გაკეთება, იქ დილერები თანხებს ამატებენ, იქ კომპანიები ჯაჭვში არიან და ამატებენ, ძვირი უჯდებათ ბოლო მომხმარებელს, შესაბამისად იღებენ ზარალს, საკმაოდ ცუდი არის ეს, ამიტომ დაფიქრდით, მოგწერეთ, გაიარეთ ჩვენთან კონსულტაცია, იმიტომ რომ ძალიან ბევრ სასარგებლო რჩევას მოგცემთ, ჩვენი დილერები შეგიძლიათ გაიცნოთ, დაელაპარაკოთ, ჯგუფები გვაქვს, დაელაპარაკოთ, როგორ აკეთებენ საკმაოდ მაგარ თანხებს ჩვენთან თანამშრომლობით, იმიტომ რომ სადილერო ავტომობილები მოყვავს, იმაზე იაფად ხშირ შემთხვევაში ვიდრე ღირს ვთქვათ დაზიანებულები ამერიკაში, იმიტომ რომ ამერიკაში კოპარზე და იაზე საკმაოდ ბევრი ქვეყანა თამაშობს უკვე, დიდი კონკურენცია და შენს გითებს დიდი თანხა გადაიხადო კარგ მანქანაში. გამოიწერეთ ჩვენი ტელეგრამ არხი და ბევრ საინტერესო ინფორმაციას ნახავ. ეს JX-ი Lexus-ის სრულიად ახალი, მაღალი კომპლექტაცია, Reikatana, ესენი ჩვენი პარტნიორებია, რომ ყიდულობთ ხოლმე ახალ ავტომობილებს მათთან. დაზიანდა, სავარაუდოდ ვფიქრობ, რომ ჩანაძირი არის და ვნახოთ ეხა მაღალი კომპლექტაცია თავისი ელექტროპაროგებით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. უნდა გაითვალისწინოთ, რომ აქ შეიძლება ესე ვთქვათ, ამის ტრანსპორტირების დროს პაროგები დაგიზიანდეთ და გაარკვიეთ ხოლმე კომპანიასთან ვით ჩამოგიყვანთ. ნახეთ, აი ესე გამოიყურება ეს ავტომობილი, სალონი სრულიად ახალი. იძახია, რომ ჩანაძირი იყო აქამდე, მაგრამ ვფიქრობ, რომ ესე ვთქვათ, არც აქამდე არ იყო, იმიტომ რომ გამომშრალი არის, არც სუნი დგას და მოდი უკან ჩავიხედოთ, ნუ კარები დაკეტილი აქვს. არ იქოქება და რატო არ იქოქება, არ ვიცით. ნახოთ ეხა რა სიტუაცია. დავქოქეთ.
მაგრამ ჩაქრა, გაჭედილი არ არის ძრავი, შესაბამისად რაიმე ელექტროობასთან გვაქვს საქმე. ავტომობილში აქ წყალი საერთოდ არ იყოს, სრულიად ახალია. ვფიქრობ, რომ ეს ავტომობილი ძალით ჩაძირეს, რომ თანხები აიღოთ, შესაბამისად ვინც ეს ხიდ გამოიტანა, ვეღარ გადაიხადა და ქრება, მაგრამ გაჭედილი არ არის, დასტუკული არ არის და რა ვიცი, შეიძლება ჰიბრიდ სისტემა ან რამე, იმიტომ რომ აქ წყალის არანაირი ნიშანი არ გვაქვს. ავტომობილს აქ 153 გავლილი და ეს ნიშნავს, რომ თითქმის ცენტრის ავტომობილია და მე მგონია, რომ ეს ავტომობილი ჩანაძირი იყოს, ყველაფერი მუშაობს. GT-ზე უამრავი ადამიანი იწერება და ესეც GT დაზიანებული, მაგარი პროექტი შეიძლება გამოვიდეს, მაგრამ მე არავის არ ურჩევ, რომ ესეთი ავტომობილი იყიდონ. ეხლა დავათვალიეროთ ეს ავტომობილი GT53 AMG ძალიან მაგარი ავტომობილია, შავი შავზე, შავი დისკებით, მაგრამ დაზიანება აქვს საკმაოდ დიდი. ალბათ უყვარდა ამის პატრონს, უყვარდა რა გაზაობა უყვარდა, ეგრეთ წოდებული ცხვირი გადაწეული არის, ძრავთან შეიძლება პრობლემები გქონდეს. ნახეთ, დისტრონიკი, ზედარიეს დისტრონიკი დაახლოებით $2000-2500 იღებს, ფარები და ესე გამოიყურება ეს ავტომობილი, ახალი მოსული არის. და ესე ვთქვათ, გადაიყვანენ, დაასურათებენ და გამოიყვანენ გასაყიდად, არ ვიცი ეს ავტომობილი ალბათ გაიყიდება $25000 ფარგლებში, ნახევარ ფასად ან ნახევარზე ნაკლებად და მე არ ვფიქრობ, რომ ავტომობილის ყიდვა რამენაირად ღირს და გამართლებულია ასაწყობად. ნუ დასაშლად ვისაც უნდა იდეალური ავტომობილია. მეგობრებო, როდესაც ავტომობილის ძრავი ღირს, თითქმის ავტომობილის ფასი, ან შეიძლება უფრო ძვირი, რა თქმა უნდა, დამეთანხმებით, რომ მისი ჩანაძირის ყიდვა თუ შემოწმებული არ არის, უბრალოდ არც უნდა განიხილოთ. არც უნდა განიხილოთ, იმიტომ რომ ლატარი არ არის, ეს საქმე არის განსაზღვრული და გეგმილი სტატისტიკა. ეხლა ნახეთ, ავტომობილი ყავს დაქოქილი. შემოვიდა და შეიძლება ეს ავტომობილი იყოს ერთი დღე, ორი დღე, სამი დღე დაქოქილი, სანამ ბენზინი არ გამოილევა და შესაბამისად შეიძლება გაფუჭებული ქონდეს ეგრეთ წოდებული რადიატორები და უბრალოდ დაასტუკონ ეს ავტომობილი. ეს ავტომობილი ყო შემოწმებულია, უწერე რანედრაივი და ჩამოგივიდეთ სტუკი. რას ვაკეთებთ? ვერაფერს. ჩვენი ვიდეო დასასრულს მივახლოვდა და ბოლოს გადავიღოთ პიკაპები, ეს არის 150-ები, 250-ები, 350-ები არის იქით მხარეს. მინდა გითხრათ, რომ ყველაზე კარგი პიკაპი რაც შეიძლება იყიოთ არის Toyota-ს აღარ ვიტყვი, Toyota რა თქმა უნდა, Ford F150-ები, RAM-ები, 1500-ები, ძალიან მაგარი მანქანებია, ძალიან გამძლე, მუშა და ესე ვთქვათ, იდეალური გამართლებული ავტომობილები, RAM 1500 და Ford 150 გვაქვს საუკეთესო ტარიფები პიკაპების ტრანსპორტირებაზე და დაინტერესების შემთხვევაში მოგმართეთ კომპანია Carmover. დავასრულეთ მეგობრებო კოპარზე ჩვენი ესე ვთქვათ შემოსვლა. იმედია საინტერესო გამოვიდა, ყურებადი გამოვიდა. აუცილებლად გამოიწერეთ ჩვენი არხი YouTube და შემდეგ უკვე ზარიც გამოიწერეთ, რომ დადებისთანავე შემოგივიდეთ ხოლმე ვიდეო ამერიკულ ცხოვრებაზე, სადილეროებზე, ავტომობილებზე. უამრავ საინტერესო ვიდეოს გადავიღებთ, ნენელა განვითარდებით. ჩვენც ვისწავლით, თქვენც ისწავლით, ერთად წინ წავალთ. დროებით მე ჯონი ვარ, Carmover-ის წარმომადგენელი, ჩვენ ვართ ავტოიმპორტიორი და მე ამერიკაში ვარ ექსპორტიორი კომპანია. გვაქვს ამერიკული ლიცენზიები და ვაკეთებ სწორად შუამავლების გარეშე საქმე.